بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعه بإحسان إلى يوم الدين. ربي اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله. اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. ჩართულია კი. ძმებო ტელეფონი მიგავთიშოთ. არნა ვიბრაცია, პროსტა გავთიშოთ. გაკვეთის დროს თუ საზრაფო რამე გადადოთ რა თქმა უნდა. თუ არაფერი გაქვს საზრაფო, გათიშე ტელეფონები რომ არავის არ შეაწუხოს. ალლაჰუმ ბარაკა მოგცეს. ამინ. დღეს ძმებო ჩვენ ვართ მე-18 თავზე ბაბულ ჯულუსი ფილ მასჯიდი ლილ ხეირ. თავი რომელსაც ქვია ჯდომა მეჩეთში ხეირისთვის. 266 ჰადისი أبو هريرة تقارم شوما صلى الله عليه وسلم تقا لا يوطن الرجل المسجد للصلاة أو لذكر الله إلا تبشبش الله به كما يتبشبش أهل الغائب إذا قدم عليهم غائبهم. ადამიანი როცა ზის მეჩეთშიო ატარებს დროს მეჩეთში და ელოდება ლოცვას ან ზიქრისთვის ზის მეჩეთში ალლას უხარია იმ ადამიანს ისე უხარია როგორც იმ ადამიანს უხარია რომ ვიღაცა მოვიდა ვიღაცა იყო ანუ გასული სახში არ იყო ანუ ოჯახის წევრი არ იყო სახში და მე მოვიდა მათთან სახში როგორც მაგალითად мама ოჯახის წევრი უფროსი წავიდა საზღვარგარეთ სიტყვაზე არ იყო ერთი კვირა ორი კვირა ამამდე ხანი არ იყო მოინატრა ყველა სახში მოინატრა ყველა ელოდება მაგას რომ როდის მოვა და მოვიდა мама საჩუქრები და ასე შემდეგ და როგორ ხარია ყველას ხო მე როდესაც ეხარე ბავშვებს და უხარე და ასე შემდეგ ასევე ალლას აზავაჯალ უხარია როცა ჩვენ მოვდივართ მეჩეთში და ვჩებით მეჩეთში ლოცვისთვის ზიქრებისთვის და ასე შემდეგ წარმოვიდეთ როცა მინიხე მეჩეთში რომ გაიხსენე ეს ხადისი ალლას უხარია ჩემი მოსვლა მეჩეთში შენს უფრო მაგრად მოგინდება მეჩეთში მოსვლა მე-19 თავი ბაბულ ჯულუსი ფილ მასჯიდ ალი ღაირი და თავი რომელიც ეხება ჯდომა მეჩეთში არა თაყვანისცემისთვის, არა იბადათისთვის მომეხი. ხაირ, ბარაკალფიკ. ანუ როცა ადამიანი ზის მეჩეთში და თაყვანისცემას არ აკეთებს, იბადათს არ აკეთებს. عن عبد الله وهو ابن مسعود. ابن مسعود ما قد مصر رمشوما صلى الله عليه وسلم تقول سيكون في آخر الزمان قوم يكون حديثهم في مساجدهم ليس فيهم حاجة ليس لله فيهم حاجة. ბოლო დროს იქნება ეგეთი ხალხი როცა მათი ლაპარაკი იქნება მეჩეთშიო ანუ მაგათი ლაილა ასე ვთქვათ ლაპარაკი იქნება მეჩეთში ალას ეგეთი ხალხი არ სჭირდებაო რას ნიშნავს ალას ისაც არავინ არ სჭირდება მაგრამ ეს ნიშნავს რომ მაგათ არანაირი მადლი არ ექნებათ ალლაჰის წინაშე აი მოდის ადამიანი მეჩეთში მასած ბირჟა არა ეგეთი ტერმინები არ გამოიყვანა მოდის ადამიანი მეჩეთში ზის და თავის საქმეს აკეთებს თავის ბიზნესს აკეთებს თავის არ ვიცი ანუ არა დუნიის საქმეს აკეთებს მეჩეთი არა მაგისტი ძმებო ან ვარჯიშობს აჯიმანეზაკ პაგატებს აკეთებს როგორც ზოგიერთი ან ჭიდაობს მეჩეთი არის მაგისტი ძმებო რაც მოვიდა ჰადისები ამ შემთხვევაში იყო ძალიან იშვიათობა რომ ვიღაცა მოდიოდა მაგას აკეთებდა პეღამბერ სალალალაჰუ მაგის დროს მეჩეთში მაგრამ როცა მივდივართ მეჩეთში აუცილებლად უნდა ყოველთვის ჩვენ გქონდეს რა უნდა გქონდეს იბადათი მაგალითად ჩვენ მოვედი ვიცით ჰადისი შომა სალალალაჰუ თქვა რომ ვის რომელს ადამიანი მოდის მეჩეთში ელოდება ზუხრი და მეორე ასრამდე ლოცვას როგორი მადლი აქვს მაგას ლოცვის აზრი სანამ ელოდება ამ დროს არის ლოცვაშიო მაგრამ როცა ადამიანი ატარებს ამ დროს მარტო ლაილაიში შეიძლება ის აჯი დაკარგოს ტყუილად ანუ არ დაელოდოს ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ამ თემასთან ნახე ძმებო რამდენი რაღაცები გავიარეთ ხო რამდენი რაღაცები შეიძლება ჩვენ ველოდებოდით მივიდიოდით მეჩეთში ველოდებოდით მართლა ზუხრი და ასამდე ველოდებოდით ლოცვას მალდი გვინოდა მაგრამ სინამდვილეში ეხა გავიგეთ რომ თურმე ეგას იყო საჭირო რომ არ უნდა მარტო ჩვენი ლაბარაკი მარტო დუნიაზე არ უნდა იყოს შემდეგ თავი მე-20 თავი ბაბუ მანუჰია ან ფი'ლიჰი ფილ მასჯიდ თავი რომელიც ეხება რა არის აკზალური რა აკზალა შუმა სალალალაჰუ მეჩეთში გაკეთება აბუ ჰურეირამ გადმოსცა ხარაჯა ნაბიუ სალალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ალა ასჰაბიჰი შუმა სალალალაჰუ გავიდა თავის მოწაფეებთან ვა ჰუმ ფილ მასჯიდი ჯულუსუნ ჰალაყა და მეჩეთში იჯდნენ აი როგორც ანუ წრებად ანუ ბევრი ჯგუფება და წრებად იჯდნენ საჰაბები ფაყალ და თქვა მალი არაკუმ იზინ რატომ მიგხედავთო ანუ დაშლილებიო რატომ ხართ დაშლილებიო რამოდენიმე საჰაბა იყო და რამოდენიმე ჯგუფები იყო საჰაბების ალიმები აქ რა თქვეს როცა ადამ მაგალითად შეიხი სიტყვაზე შეიხი აზრს გაკვეთილს ან გაიარეს გაკვეთილი რაღაც თემაზე სიტყვაზე თავისიძე
არ არის ასურველი რომ ადამიანი დაждდეს მეჩეთში ერთ თემაზე ელაპარაკოს, ამავე დროს იყოს სხვადასხვა ჯგუფები მეჩეთში. თუ ერთ თემაზე ელაპარაკ, ყველა უნდა ვიჯდეთ ერთად. მაგრამ კი თუ სხვადასხვა თემა, სიტყვაზე ეს ჯგუფი თაფსირი აქვს, ხო? ეს ჯგუფი ყურანს კითხულობს, ეს ჯგუფი თაჯვიდს სწავლობს, ამ შემთხვევაში კი შეიძლება. მაგრამ თუ თემა აქვს ერთი ხალხს, ამ შემთხვევაში აუცილებელია რა ერთ ჯგუფად დაждდნენ და არა გაყოფილად. შემდეგ ჰადისში აბუ ჰურაირამ თქვა, შუმამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თქვა إذا رأيتم الرجل يبيع ويشتري في المسجد تويدان داينا خوتو أدميانس روميلس قيدولوبس ده قيديس ميتشيو فقولوا ماشي أتخاريت ماسو لا أربح الله تجارتك الله ما أرجحه شيني تجارتي خير يعني أنو أرانيري موجبار كوندسو ეგეთი ბადუაა გაკეთებული ეგეთი ხალხისთვის. ასევე ალიმების თქვენ მეგობრომ ესე ეხება ასევე ტელეფონებსაც. ადამიანს მაგალითად თიჯარათი აქვს ტელეფონში, სიტყვაზე ნებისმიერი თიჯარათი ტელეფონში აქვს. შევიდა მეჩეთში, არ უნდა იქონდეს მაგას თიჯარათი არც მეჩეთში. თუ გაქვს რაღაც სასწრაფო, გადი მეჩეთიდან უცბად და მერე შემოდი. მაგრამ არ გაკეთდეს მეჩეთში. ნახე როგორი დუა აკეთებდა თვითონ შომამასალსამ ჩვენ გვასწავლა და ყველა მუსლიმანი ეგეთ დუას აკეთებენ. გავასწენეს ხადისის მეგობრომ, ბარაკაი თუ გინდა შენ საქმეში. მეჩეთში არ გაკეთო, გარეთ გაკეთე, მეჩეთის გარეთ. شند حديثي أسوي أبو هريرة قد مسرهم أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال لكعب حجرة شو ما صلى الله عليه وسلم أخرى كعب حجرس إذا تودأت ثم دخلت المسجد فلا تشبكن بين أسابيعك رأس أيغب أبدستو دا شيخ مشيتشيو شني خلبي أنو إسر دايجرو شني خلبيو أنا ما بيرات تكويس يبتو كده مو حديث بيروم أدمي روس ميديس متشي دايو أبدستي مقدس وكل لوسواشي إم قفبا أميتو شو ما صار تقول أدمي أرونا قاعد تسيجريو أنا أوبرو خلبي أرونا قاعد على بيسارينش بروست خلبي إجري أرونا قاعد أسوي علي ما بيتكويس رو أسيس أرونا قاعد روس شيء مخويدي متشي أي أبدستي رو يلوتسو أسيس أرجعت أسوي علي ما بيتكويس إجس أرجعت إجت خمبي إجس أرونا قاعد عربي ეგეთ ხმები არ შეედება. ეს არის ნაჰა ანჰუ რასულულlah შუმა სალlallahu ეს აგრძალა. შემდეგ ჰადისში კააბ ბინ ჰუჯრა გადმოსცა რომ შუმა სალlallahu ალეიჰი ვასალამ უთხრა მაგას ია კააბ ბინ ჰუჯრა ey კააბ إذا تودأت فأحسنت الوضوء تو أيغي أبدستي ده شيني أبدستي قص شسانيشناوي ثم خرجت إلى المسجد ده ميري قخويدي مشيتشي أم تخويدي مشيتشي فلا بديشيت هرتسوتي فلا تشبكن بين أسابيعك أنو شين خلبس إجري نودايجيرو فإنك في الصلاة فإنك في الصلاة إميتون شين خلص فاشيو أنو إسأل أسي مدلي الله شون قوازر سجيت مدلس وس آدمي أيغبس أبدست ميتشي ميز أبدست إيغبس وكو شاتفرو لطف فاشيا أنو زدمتي مزراو ببي أرونا قاقيتوس راتفاوند إس أريخي بس سيالوز دا أسي شمدك أو تسيبل مزراو ببس باقا وندا شيوي سوترو إيغيتي مزراو ببي أرغا واقيتوت شمدي حديثي أبو ثمامة الحنات قد مصى أن كعب بن حجرة أدركه وهو يريد المسجد رم كعب بن حجرة ميويدا ماغستان ماغدو سندودا ميتشيشي شسلو فقال دتكوا فوجدني وأنا مشبك يدي إحداهما بالأخرى تمام نخو رم أنو لطفاشي غدا منخو رو چم خلبي أنو لطفام دي بوديش لطفام دي مش خلبي يخو عايز يخو مش خلبي بالأخرى ففتق يدي أنو چمي خلبي غسناو چمي خلبي ماغدوس غسناو იმედორო იცო და რომ შუმა მასალამ აუგზალა მაგის გაკეთება ნახა სხვა საჰაბა და غسنا მისი ხელები ამ ჰადისში რა არის მე აშვე ჩვენთვის რა შენიშნა არის რომ როცა ნახა ვიღაცას მას რამე შეცდომას აკეთებს ამ შეცდომას აუცილებლად მაგას უთხარი რომ ეს შეცდომა გააჭიროს ასევე შეიხ იბნ სიმინს კითხეს რომ მაგალითად მარხულობთ რამადანი არის მარხულობთ და ჩემს მას რომელიც ჩემთან ერთად მარხულობს დაავიწყდა რომ მარხვაზია და ჭამა დაიწყო უნდა აუცილებელია რომ შევახსენო მაგას თუ მივცენება და ჭამოს გაგზელოსო შეიხმა თქვა რომ აუცილებლად უნდა უთხრაო როგორც ეს ჰადისები ადასტურებს მაგას და ასევე სხვა ჰადისები 21 თავი ძმებო ბაბ ფი მანዒ საჰიბი რაიჰა ალ-ხაბიცა მინ დუხული ალ-მასჯიდ თავი რომელიც ეხება თუ ადამიანს აქვს ცუდი ანუ თლიან ჯამში ცუდი სუნი ან პირიდან აზდის ან დასაზმე ან ოფლის სუნი ეგეთ ადამიანი მეჩეთში არ უნდა შევიდეს ან ჰუზეიფა قد مسرهم شوما صلى الله عليه وسلم تقول من أكل من هذه البقلة الخبيثة وين شجما أم أسيقات بوسنوليزغان ومثل سودي سونياك فلا يقربن مسجدنا تتقوى سامجر
ჩვენ მეჩეთთან არ მოუახლოვდესო. კი არ შევიდესო, არც მოუახლოვდესო. აქ შუმავასალამ როგორც ხვის ალიმები იგულისხმება რომ ნიორი. ასევე ხახვით შედის და მაგასაც გავივლით. ამიტომ მე პოროს ადამიანი ჭამა ან სულისუნია, ან იმუშავა ვერ მოასწრო დაბანობა და ასე შემდეგ. არ უნდა მივიდე ჯამაათში. არ უნდა მივიდე ჯამაათში, სხვა ხალხი არ შეაწუხოს. ასევე შეიხმა იბნ სეიმია თქვა რომ მაგალითად შენ დადექე ლოცვაში და მოვიდა ვიღაცა შენს გვერდზე დადგა ჯამაათში დადგა შენს გვერდზე ცუდი სუნია ყოფილი სუნია ისე თუ ცხვირში გიტყავს ძალიან მაგრამ შენ გაგფუფლება რომ გამოხვიდე და გადახვიდე სხვა ადგილას მიუხედავად იმისა ჩვენ ვიცით რომ გასვლა შეიძლება მაგრამ ის გამო რომ ადამიანს ეკარგება ხუშუ ანუ ღვთისმოშიშოება ეკარგება ლოცვაში ამის გამო შეუძლია ადამიანს გავიდეს და დადგეს სხვა ადგილას შემდეგ ჰადისში შუმამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა أبي سعيد الخدري قال مسروم أنه ذكر عند رسول الله صلى الله عليه وسلم الثوم والبصل رم شمامة صلى الله عليه وسلم قايق سينس رجل نيوري أسوي نيوري قايق سينس فقيل ده وتخز ماجس يا رسول الله يرحمك الله ده ماجس وتخز يا رسول الله يا الله شو ما والله وأشد ذلك كله ثم قول زد سودي ماجد قان عرس نيوري أنا قول زد سوني جاموزديس نيورس أفتحرمه أنو حرامي كخديو أنو حرامي عريسو شنتيسو და შუმავასალამ მაგას უპასუხა მაგათო კულუჰუ ანუ ჭამეთო ومن اكله منكم და ვინც შეჭამსო მაგას თქვენსგანო فلا يقربن هذا المسجد არ მიუახლოვდეს ამ მეჩეთსო حتى يذهب ريحه სანამ არ წავა ეს სუნი მისგან არ წავა ამიტომ ძმებო სხვა ხადისებში ასე მოვა ეს ეხებოდა მარტო შუმავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ არ ჭამდა ნიორს და ხალხს და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ ერიდებოდა ანგელოზის ჯიბრილის ალეიჰისალამ. ჯიბრილი ალეიჰისალამ ხშირად მოდიოდა მაგასთან ყურან გადასცემდა და ასე შემდეგ. როცა მოდიოდა ანუ ყურანი ალლაჰისგან, მაგდროს მოდიოდა ჯიბრილი და ერიდებოდა პეღამბერს ალეიჰისალამ ჯიბრილს. აქედან ჩვენ ხედავთ რომ ანგელოზების ისინი გზნობენ ცუდ სუნს. მაგითო ალიმები თქვის რომ და ჰადისებიდან გამომდინარე, როცა ადამიანს სახლში არის ცუდი სუნი ან ნაჯასა არის რაღაც მაგალითად პამპერსის სიტყვაზე ხო ბავშვის პამპერსი ეგეთ ადგილებში ანგელოზები არ შედიან მაგითაც ზოგიერთი ხალხის შეცდომა ის არის რომ მაგალითად ბავშვმა გაკეთავის საქმე პამპერსი ამოიღე შეცვალეს და დადდეს სადღაც კუთხეში სახლში ან ნაგავში არა უნდა შევეცადოთ როგორც კი გვაქვს საშუალება ავიღოთ პამპერსი უცბად გადავაგდოთ ჩვენ ხო გვინდა ჩვენ სახლში ანგელოზები იყოს ჩვენ არ გვინდა შეიტანები იყოს და ასე შემდეგ ამით ნებისმიერი ნაჯასა სურათები და ასე შემდეგ ხო ცუდი სუნი ეყველაფერი აშორებს ჩვენი სახლებისგან ანგელოზები. შემდეგ ჰადისში ალ-მუღირა ბინ შუბა გადმოსცა მუღირა ბინ შუბა თქვა აკალტუ თაუმან მე შევჭამე ერთხელ ნიორიო. ثم أتيت مصلى النبي صلى الله عليه وسلم მე მივედი შუმავალ სალალლაჰუ მეჩეთშიო. فوجدته قد سبقني بركعة და ვნახე რომ თურმე უკვე ერთი რაკაათი ლოცეს فلما قمت أقضي და მე დავდექიო რომ მაგათთან დავდექი და ის ერთი რაკაათს უნდა ასევე უკვე დავამატო. وجد ريح الثوم درسها پیغمبر صلی الله علیه و سلم دامتر لطفا ایگزنورو علی ساعت ساعتين از مودیس نیوری سونی دتقوا من اكل من هذه البقله وين شجمو انو ام اسدقات نيوريو فلا يقربن مسجدنا حتى يذهب ريحه ارمويدس ارميوخو ჩვენ მეჩვენსო სანამ ეს სუნი არ წავა قال المغيرة მაგის მერე თქვა فلما قضيت الصلاه أتيته فقلت رسول دامتر لطفه ميفيديو شماوة صلى الله عليه وسلم تبود خريماس يا رسول الله يا الله شماوة إن لي عذرا فناولني يدك ميماك أنو قمرت لبا مومتسيو شيني خيليو فناولني فوجدته والله سهلا تممت تاويسي خيلي تميسي خيلي قم سبوكي فأدخلتها في كمي إلى صدري دا شويقاني ميشي خيلي أنو مكرزشي شويقاني فوجده معصوبا فقال دا نخا شوماما صلى الله عليه وسلم رو ميسي مكرد يعني أنو دخويولي يخو رغاسة مويدة صحابس دا دخويولي يخو فقال دا أترى ماغاس شوماما صلى الله عليه وسلم إن لك عذران شين خال غمرثولي أنا شين خال غمرثولي باروم شيخ ويدي اگه سونيغا بيرنا شيخ ويدي ميچچي أكيد نگامودي چون خيد از مبرون تو آدم يعني أليس أوت سيدي بيري ميسويس نيوري دا ასე შემდეგ ეგეთი რა ასე ჭამა შეუძლია მაგას შევიდეს მეჩეთში და ძმებს არავის უფლება არ აქვს რომ უთხრას მაგას რომ რატო გაქვს ეგეთი ცუდი სუნი პირიდან შეიძლება აუცილებელია მაგისთვის ასევე ამ ჰადისიდან ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ აი ნახეთ მუღირა იყო ლოცვაში და გაიგო შუმავალ სალალლაჰუ სიტყვები რა სიტყვები გაიგო ხო აქ ვარ ყველა რა სიტყვები გაიგო ვინ ჭამაო ეს ნეო კითხაო
გავიდესო და არ შემოვიდეს სანამ ის სუნი არ წამოვა. მუღირა გაიგო, ლოცვაში იყო და მივიდა მაგას მე დაილაპარაკა. ზოგიერთი ჰანაფიტები იძახიან რომ როცა ადამიანი არის ლოცვაში და გაიგო სხვა ადამიანის ლაპარაკი და მიხვდა, მისი ლოცვა არ არის მიღებული. ამ ჰადისიდან ჩვენ ხედავთ რომ არა მიღებულია. მაგრამ განსხვავება ორ რაღაცაშია. რა განსხვავება? არის შენ უბრალოდ გაიგი ხმა ვიღაცა ლაპარაკობს. არის შენ ყურადღებას აქცევ. ის დიდი განსხვავება. თუ უბრალოდ გაიგი ხმა და მიხვდი რაზეც და პრობლემა მაგაში არ არის. მაგალითად შეხვიდე ავტობუსში და მუსიკა უკრავს. ვიცით რომ მუსიკა ხარამია. შენ თუ ვალდებულია გინდა თუ არა მაინც გაიგებ ამ ხმას. ამ შემთხვევაში შენთვის ცოდვა არ არის. მაგრამ შენ თუ მიყევი ამ ხმას, შენ მიყევი, ავრაკე მუსიკა ან ფეხის დარტყმა დაიწყე ხო იატაკზე. აქ უკვე შენ მიიღებ ცოდვას. აქ უკვე შენ მიიღებ ცოდვას. შემდგომ ჰადისში 276 ჰადისში ან ჯაბირ ბინ სამარა. ჯაბირ ბინ სამარა თქვა ანა რასულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უთია ბიყასათინ მინ თარიდინ რომ შემოვასალსა მოუთანის ერთხელ ანუ ეგეთი საჭმელი იყო თარიდ. თარიდ არის მეგო საჭმელი რომელიც ანუ შერეული მაგაში არის ხორცი და პური. ეგეთი საჭმელი არის მოუტანის პატნოსზე. ფიჰა თაუმ და მასში იყო ნიორი. ფალამ იაკულ მინჰა და იქიდან არ ჭამა. ანუ არ შეეხო იმ საჭმელს. فأرسل بها إلى أبي أيوب და დაუბრუნა ეს საჭმელი ისევ აბუ აიუბს. აბუ აიუბი იყო ის საჰაბა, რომელიც მიიწვია პეღამბერს სალალლაჰუ მედინაში როცა მოვიდა. და აბუ აიუბმა გაუკეთა ეს საჭმელი მისთვის პეღამბერს სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და ჩუმამასალს რა გაკეთა? კი არ გადააგდო საჭმელი. დაუბრუნა მაგას. وكان أبو أيوب يدع يده حيث يرى أثر يد رسول الله صلى الله عليه وسلم. და აბუ აიუბის ჩვევა ისეთი იყო მებორო, სადაც შუმამასალს აი როცა ჭამდნენ ხო მაგალით ერთად ხო ჭამდნენ, სადაც შუმამასალს დადებდა თის ხელს, იქაც დებდა თავის ხელს. მაგალით თუ შუმამასალს ჭამდა ამ ადგილიდან, ისაც ჭამდა იგივე ადგილიდან. ანუ იქამდე მიყვებოდა შუმავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. فلما لم يرى أثر يد رسول الله صلى الله عليه وسلم და როცა ვერ ნახა თავის ანუ საჭმელს რომელიც მაგას მისცა ვერ ნახა რომ შუმამასალს არ შეეხო მაგის საჭმელს. فلم يأكل არ შეჭამა وأتى رسول الله صلى الله عليه وسلم وقال له მივიდა შუმავალთან სალალლაჰუ და უთხრა მაგას إني لم أرى أثر يدك فيها შენი ხელის ანუ ის ვერ ნახე ანუ შემოჩნდა რომ ანუ შენ არ გიჭამიაო. فقال رسول الله صلى الله عليه وسلم შუმამასალს მაგას უთხრა فيها ريح الثوم მასში არის ნიორის სუნი ومعي ملك და ჩემთან ერთად ეხლა არისო ანგელოზი. მაგიტომ შუმამასალს მაგითი იყო აკრძალული ნიორის ჭამა. აქედან გამომდინარე ძმებო ჰადისიდან რომ ვიღაც თუ გაჩვკა საჭმელი შეიძლება შენ არ მოგწონს ან სიყოს ალერგია გაქვს არ გადააგდო. ზოგიერთი ხალხი აგდებს მაგას გონი ახლა ხან დაუბრუნებს ანუ არა ის ლამაზი და ასშენ პრობლემა არა ის. სუნათია ძმებო დაუბრუნეთ აუხსენია პრობლემა შეიძლება სულად ხარ შეიძლება რა ხდება და მიეცე დაუბრუნე აუცილებლად. შემდგომ ჰადისში აბი აიუბ ალ-ანსარი ისევ გადმოსა რომ ანა რასულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ არსალა ილეიჰი ბიტაამინ მა ხადირინ რომ შუმამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ კიდე ერთხელ დაუბრუნა აბუ აიუბს საჭმელი რომელშიც იყო ანუ მწვანელობა იყო ანუ როგორ მწვანელობა იყო და ამ შემდეგ ანუ ნიორიც იყო ხახვიც იყო და ამ შემდეგ ფიჰი ბასალონ აუ ქარათ მასში იყო ხახვი ან აი არ ვიცი მაგას არ ქვია მწვანე ხახვით რო არის გრძელია ცოტა დიდია აჭარაში მაგას ეძახიან ჭლაკვას ეძახიან და აქ არ ვიცი ანუ მწვანეა როგორც მწვანე ხავს მწვანე ხახვის გავს გრძელია მაგაში იყო და فلم يرى في اثر رسول الله صلى الله عليه وسلم ასევე ანუ ნახა რომ შუმამასალს არ შეეხო მაგას ანუ ბიჭი ხელების ანაბეჭდები რაღაცები ანაბეჭდი კი არა ნახე მაგას ხო არ იყო არაფერი فأبى أن يأكل أرون درهم شجما فقال له رسول الله صلى الله عليه وسلم طب ماجس أخرى شو ما صلى الله عليه وسلم ماجس أخرى ما منعك أن تأكل أنا أخذ أم صحابة روتسام أن داوبلون ساجمني خو أنا أخذ شو ما صلى ماك ساجمس أرشيخو تيتونا ساجمس إم ساجمس تيتونا ساجمس إم ساجمس أنا رامدنا صحابة بزمبو ميقبودن شو ما صلى الله عليه وسلم أنا منهجيس نخا شو ما صار أرشيخ خمسة مس ميسر شوي خبيو. دروسة شو ما صار نخا أبو أيوب الأنصاري أرشيخ ما جي ساجمس كيت خما جسرو ما منعك أن تأكل أنو لا تمرجميو. داود خما جسرو لم أرى أثرك فيه يا رسول الله. شني خلبس أنو إسني ببنخيو أم ساجمسي الله شو ما والو. فقال النبي صلى الله عليه وسلم شو ما صار ما جسود خلا أستحي من ملائكة الله من ميردبو الله خيس أنجلوزبيس وليس بمحرم إسرار يو حراميو أنا جاميو problem ما جاشي
არ არისო. შემდეგ ჰადისში 292 ჰადისი ან უმი აიუბ ალ-ანსარი. უმი აიუბ ალ-ანსარი გადმოსცა. ნაზარა ალეინა რასულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. მოვიდა ჩვენთან შუმავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. ფატაკალლაფნა ლაჰუ ტაამან ფიჰი ბა'დუ ალ-ბაყულ. და ჩვენ მაგისთვის მოუმზადეთ საჭმელი, რომელშიც იყო ზოგიერთი მწვანილები. فقال لأصحابه და უთხრა თავის საჰაბებს. კულუ فإني لست كأحد منكم. ჭამეთო, იმიტომ მე არა ვარო როგორც ერთ-ერთი თქვენგანო. إني أخاف أن أوذي صاحبي. მე მეშინია რომ ამიტომ მე დისკომფორტს მივცემო ჩემს მეგობარსო. ჩემს მეგობარს აქ იგულისხმება შუმავასალამ ჯიბრილ ალეიჰისალამ. ხშირად მოგდიოდა მაგასთან და ყურანს გადასცემდა და მაგითო არ ჭამდა შუმავასალამ ალეიჰი ვასალამ. ეს წუთიზმებო. ხო, კარგი ძმებო. ამას დავამთავრებთ ინშაალლა და შემდეგ აკუთიზე გავაგზავნებთ. სუბჰანაკალლაჰ ვაბიჰამდიკ აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ანტა ასტაღფირუკა ვა ატუბუ ილაიქ. მაგას თავის ცხოვრებაში არ ქონა ნაჭამი თუ მაგ პერიოდში. შენ გულის შუმავალამდე? ეგ არ ვიცი. Один вопрос появился. Вам здесь обязательно на улице участвовать? Обязательно. Обязательно могу сказать, но если ты хочешь ангела заходить в твой дом, выкинь сразу. Допустим, туалет. Да, ангел заходит, да? Туалет нет, но даже туалет, ученые сказали, туалет сейчас как работает. Он все уходит же. Вот так сделай. А памперс, если вы постарайтесь сразу мусорку выкинуть. Или подъезд, да, временно, да. На улице. Или хоть на улицу, если никого это не будет мучать. Никого не будет мучать, хоть подъезд сделать. Камера чатрола, суалар берем. Yaxşı oldu. Mesela bu tanımayacağım, ondan sonra suallar verir. Ano miyamatu. Ara, იყოს, პრობლემა არ არის. Არა, როდესაც მოდი გაკუთრის პერიოდი მიდის, შეგიძლია არ დაუსვა. ხო, გაკუთრის მერე. ხო, ანუ ყველას გვეხება. ხო, ხო. იმიტომ ეგ იწერება და მაგას წავშლი მერე. Ახი, у нас, например, есть ქართულად გვიახი. შვენი თუ პალაგონი რო არის და პალაგონის რო დავდებ და იგივე ოთახს ჩაითვლება ეგა? პალაგონი რა არის? აივანი. არა, აივანი გარეთ არის ახი. აივანი გარეთ არის. აივანზე შეიძლება. ინშალლა შეიძლება, აივანი გარეთ არის. მეჩეთე და ხანას მაგ. არა, სახლის არა, პერისი და რაღაცების. სახში ჩვენ თქვით ანგელოზები სახში არ შეედიან. ეს გარეთ, გარეთ კაი აზრია ინშალლა. მაგალითად აივანი არის და იქ რო დავდებ პრობლემა არ არის. ინშალლა რა არის პრობლემა. Они вместе не бывают, либо шайтан, либо ангелы. Так может быть ли, допустим, дома ангела нету из-за этого? Обязательно шайтаны придут? Или может быть... Может быть, обязательно, я не знаю, не могу сказать. Может быть, я не знаю. Они вместе не бывают с ангелом одновременно? Вместе не, иншалла, не бывают, нет. შანსია. Свой шайтан... Თავრეცმა. ა? ხო. ხო. ესეთი ერთი რამე რო არის და მუჰამად სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ერთი რაღაცა ეს საჰიჰი როგორც გავიგენა. რა? პეღამბარ სალალლაჰუ ეძახის რომ ყველას შეიტანი, ანუ ხაიფილია თუ შეიტანია, ჩემი შეიტანის გარდა, ჩემი შეიტანი მუსულმანია თუ რაღაცა ისეთი ჯამაზე რა იბია. შეიტანი კი არა, ჯინზია. ჯინია თუ მე გამიგია, ხო, გამიგია. მაგრამ რამდენი სახეა არ ვიცი. მე როგორც ვიცი, რომელიღაც სახაბა მეგოც შეაგინა თუ რაღაც არასასწორს ეთქვა თქვა. და მაშინ თქვა რომ ნუაგინებთო. იმიტომ რომ ჩემი ჯინი მუსლიმანია. ხო. ეს მაგაც საჭმელიც მოგ ესეთ რამე არის. არ ვიცი. იმანი ანუ ისლამი ალეიქუმ სალამ ვარხმალა. არ ვიცი. იმან ისლამი ქონდა მაგას? ანუ პეღამბარის ჯინი მუსულმანი რო გახდა, ანუ ისლამ პრინია, так можно сказать. ხო, მივხვდი, ხო. მეც გამიგია ბევრჯერ, მაგრამ არ ვიცი, ანუ მე პირადად არ მაგ წაკითხული. ანუ ყველა ადამიანს თავის ჯინი ყო ეგეთი რამე არის? კი, ეს არის, ხო. ხო, მაგრამ იქ არის რომ შეაგინებთო მაგათო. შენ ჯამში შეიტანებს არ უნდა შეაგინო. იმიტომ რომ ჩემი ჯინი მაგათო მუსლიმანია. და მე როგორც მახსოვს ჰადისში მოდის რომ მაგით მე საკვებიც მიმაქვს. აი ესეთი რაღაცა რა. მაგალითად ხორცი არის. როცა ხორცი შეჭამთ, ან ძვალი როცა დარჩებაო, ბისმილლა თვითონ გადავიდეთ. ეს ხო, ჯინები ჭამენ მაგას. მე ხორცი ხდეო და ჯინები მუსლიმანი ჯინები. ეს ხო, ხო. შეიძლება იმას გულისხმობს. არა, სხვა რაღაც გულისხმობ. არა, ამან მის ჯინ შეიტანიაო მაგას. ეგ მივხვდი, ხო. შეიტანია თუ მუსლიმანია. ეგ როგორც თქვი, მე ბევრჯერ მაგ გაგებული რომ მუსლიმია, წაკითხული მე პირადად არა მაგ. პირადად არა მაგ წაკითხული მე.
ბატონო? იცის რომ უნდა იმართულოს. ხო. შარშან დაიწყო 3 დღე შეინახა, გაანება, კალია რა. ან რაღაცა მოხდა, ან ცუდად იყო რაღაცა და შარშან წინ კიდე ისე დაიწყო 6 დღე, მაშინ შეიკავა. ანუ 24 დღე აქვს. 1 წლის ვალი, 27 დღე აქვს მეორე წლის ვალი და წელს უკვე ახლოვდება და რა უნდა გააკეთოს მაგ ადამიანს. უნდა ანაზღაუროს თუ შეუძლია. თუ ფიზიკურად შეუძლია თუ არა და უნდა აჭამოს ღადაკი ადამიანი ყოველი დღისთვის. ან 57 რამდენი დღეც არის. ხო. მშიერი ადამიანი უნდა ხო. გააკეთოს. თუ არ შეუძლია მარხვა. იმის წინა წელიწად ითვლება ხი? კი აბა, ვალი და ხო. არ ორი წელი ითვლება. მე როგორც ვიცი კი. ხო? 50 გალია. ინშალლა 50 მაგათ ეხლა მართვაზე. თუ დაიწყო ინშალლა მთელი თვე შეინახა და იმ რომელაც დღეში 50 კაციანი სუფრა გაშალა და ეგრე შეიძლება კი. ბევრი ხალხი თუ ედროულად გაშლის კი ეგრე შეიძლება. მაგრამ ამდენი ღატაკს სად ნახავს ამდე? მე ხა ჩვენარი ბიჭებს თუ დავძახ ჩვენ არა ვართ ღატაკები. ხო, ანუ ღატაკზე ხო არ არის და ღატაკებზეა. დაბადიშები იფტარზე ვიცათ. იფტარ არა, იქ ნახსენები უნდა აჭამოს ღატაკი ადამიანი. გამიგე? ღატაკი რას გეუბნები? Бедный, ну, я как знаю, да. Бедный, რა, бедный. ფული რო არ აქვს ბევრი, ანუ შეუძლებელი რა. ისაც არ შეუძლია რა. შეუძლებელი. მე როგორც ვიცი, ალიფს რა ვქო. როგორც ვიცი შეუძლია ჩვენი მუსლიმანის დაბადება. არა, აბა დააზუსტა და მითხარი მე. იფტარი რომ ისწეს ორ არა, ღატაკი უნდა იყოს, ანუ შეუძლებელი ადამიანი. ეგეთ ხალხი უნდა აჭამოს სახე. მარტო იფტარზე არ არის საუბარი. რუსეთში ახლა სანახავს მანდელი მუსლიმანი. არა, იქნებიან ინშალა. ან ფული გამოაგზავნოს, აქ ვაჭმევთ რამე, აქ ალიფს რა ვქო. ან აქ ჩვენ რამეს მოვიგონებთ, რა ვიცი.